შუადღე მშვიდობის მოგესალმებით ყველას და ვიწყებთ გადაცემას შუადღე ერთსულოვნებაზე. მე ია ბედოიძე ვარ. რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად გავატარებ შუადღეს სიამოვნებით და შევეცდები ბევრი კარგი, საინტერესო და შინაარსიანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. გადაცემის პირველ თემას განათლების თემით ვიწყებთ და განსაკუთრებით ვფიქრობ, ეს თემა იმ ადამიანებს დააინტერესებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ისწავლოს, მიიღოს განათლება, აიმაღლოს თავისი გამოცდილება და შემდეგ უნდა დაბრუნდეს და თავის სამშობლოს მოახმაროს ეს ყველაფერი. მე წარვადგენ პირველ თემას განათლების საერთაშორისო ცენტრი საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის ახალ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს. პროგრამის ფარგლებში 20-მდე მოქალაქეს საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ. აი ესეთი კარგი სიახლე აქვს განათლების საერთაშორისო ცენტრს და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, რაც ეს ცენტრი შეიქმნა, ძალიან ბევრი ადამიანი დიდი გულისყურით ადევნებს ხოლმე თვალყურს იმ სიახლეებს, რომელსაც აცხადებენ, იმიტომ რომ ბევრ კარგ საშუალებას გვაძლევს ცენტრი განათლების მიღების კუთხით. ქალბატონ ნინო ჭელიძე ჩვენი სტუმარი განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც უფრო დეტალურად გვესაუბრება და გვეტყვის თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამაში მოხვდეთ და გავიმგზავროთ უკვე საფრანგეთში სასწავლებლად. ქალბატონ ნინო, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. მე ყოველთვის მახარებს თქვენი სტუმრობა, იმიტომ რომ ყოველთვის უყვარს თქვენთან მოსვლა რამდენადაც თქვენი საშუალებით ვახერხებთ, რომ უფრო მეტ ადამიანს დავუკავშირდეთ და გადავცეთ ინფორმაცია განათლების მართლაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საინტერესო და აუცილებელი საშუალებების შესახებ. დავიწყოთ თავიდან და განმარტოთ დეტალურად რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის პირველ რიგში, რომ მივიღოთ მონაწილეობა, ან დაინტერესებულება, ბუნებრივია მიიღოთ მონაწილეობა და შემდეგ უკვე დეტალურად ის პროექტების განხილვად დაფინანსებაც ვისაუბროთ. მოგახსენებთ, განათლების საერთაშორისო ცენტრს წელს პირველად საფრანგეთის მთავრობასთან ერთად აქვს საშუალება, რომ პარიტეტულად დააფინანსოს საქართველოს მოქალაქეების სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად. აქ მინდა უბრალოდ ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ჩვენი ჩვეული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა, რომელიც ცალკე გამოცხადდება გაზაფხულის დასაწყისში, გამოცხადდება ჩვენი ჩვეულებრივი დიდი პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს არა მარტო საფრანგეთში, არამედ ნებისმიერ შერჩეულ ქვეყანაში წავიდნენ სასწავლებლად. ეს პროგრამა მხოლოდ საფრანგეთში სასწავლებლად გასცემს გრანტებს და მხოლოდ სამაგისტრო პროგრამაზე. ფრანგული სისტემისთვის დამახასიათებელია მასტერ 1, მასტერ 2, ამ ორთავე პროგრამაზე შეგვიძლია დავაფინანსოთ სწავლის მსურველები. რაც შეეხება თვითონ კონკურსი უკვე გამოცხადებული, ანუ პროგრამა არის გამოცხადებული. 11 იანვრიდან 11 თებერვლამდე მიმდინარეობს საბუთების მიღება. საბუთების მისაღებად ელექტრონულ რეჟიმში ჩვენთან უნდა შემოიტანონ განაცხადი, როგორც ფრანგული მხარე, ასევე ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავათვალიერებთ საბუთებს. ეს იქნება საერთო კომისია, რომელიც შედგება ფრანგულ-ქართული ძალისხმევით. კომისიას ექნება საშუალება, რომ განიხილოს დოკუმენტები 11 თებერვლიდან დაწყებული 11 მარტამდე და მარტის ბოლოსთვის უკვე გასცეს პასუხი, თუ ვინ შეირჩევა ამ კონკურსში. კონკურსი 3 ეტაპისგან შედგება, მოგახსენებთ. პირველი ეტაპი არის ადმინისტრაციული და საბუთების დათვალება. ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, რომ აქვს თუ არა მნიშვნელობა, თქვა თუ განსაკუთრებულ სოციალურ ჯგუფს ვეკუთვნი. რა თქმა უნდა, სოციალური ქულა ეწერება მათ, ვინც არის იძულებით გადაადგილებული ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ან გარკვეული ეკონომიური პრობლემების მქონე ახალგაზრდები. რაც შეეხება შემდგომ კონკურსს, ჩვენი ჩვეული სისტემით, ემბარკის სისტემით, როგორც მუშაობს სხვა პროგრამებში, ქულების დაგროვების შედეგად გამოვლინდება top 30% გამარჯვებულებისა. წელს 3-წლიანი კონტრაქტის ფარგლებში წელს ვფიქრობთ 17-20 ახალგაზრდის დაფინანსება. მე მინდოდა მეკითხა, ვის აქვს საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა, თუმცა მანამდე რადგან დავიწყეთ ამ კუთხით საუბარი, საინტერესოა ქალბატონო, ჩვენ ქართული მხარე ვიცით რაზეც აკეთებს ხო აქცენტს, რომ თქვათ გავიდნენ, ისწავლონ და დაბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის აღშენებულობაში მიიღონ მონაწილეობა. საინტერესოა ფრანგული მხარე რაზე გააკეთეს ამ შემთხვევაში, თუ კომისია ერთობლივი იქნება როგორც ფრანგული მხარის ინტერესიც ამ შემთხვევაში და ძალიან სწორი ინტერესი, როგორც საელჩომ გამოხატა არის ის, რომ დაეხმაროს სახელმწიფოს იმ პრიორიტეტების და იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც სახელმწიფომ დაისახა აი ამ პროგრამების მეშვეობით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა გამოქვეყნებული გარკვეული პრიორიტეტი, უბრალოდ ჩვენ გვაქვს გარკვეული პრიორიტეტები გამოკვეთილი, რომელსაც ასევე იზიარებს ფრანგული მხარე. იმდენად, რამდენადაც ჩვენი პრიორიტეტები ნაკლებად შეზღუდულია დაწყებული განათლებიდან, იქნება ეს სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თემის მიმართულება, ჰუმანიტარული მიმართულება, პრაქტიკულად ყველაფერია, აგრარული, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი არის აგრარული, ყველაფერი არის გათვალისწინებული. ფრანგული მხარის და ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ იქნება გარკვეული კვოტირება
თუ თქვათ იქნება ძალიან მაღალი კონკურსი სამართალში ან ადმინისტრირებაში, რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, კვოტირება როგორც წესი არ გჭირდება ხოლმე. სრულად დააფინანსებს კავდონინო. ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ განსხვავებით თქვათ იგივე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფრანგული ინსტიტუცია საგანმანათლებლო თუ არ ვიგულისხმებთ კერძოს, არის უფასო. პრაქტიკულად მხოლოდ ადმინისტრაციული თანხა არის გადასახდელი, რომელსაც ასევე დაფარავს ცენტრის და ფრანგული მხარის ერთობლივი სტიპენდია. რაც შეეხება ზოგადად სტიპენდიას, საბოლოო ჯამში საცხოვრებელი თანხის გაღება გვიწევს ერთობლივად. იმდენად რამდენადაც უმრავლესობა ფაკულტეტები არის უფასო. განსაკუთრებით ფრანგულენოვანი არის უფასო. რაც შეეხება თქვენს დასმულ შეკითხვას, ანუ ფრანგული მხარისთვის რა წარმოადგენს უფრო მეტ ინტერესს თუ პრიორიტეტს, ეს არის ფრანგულენოვანი განათლების პოპულარიზაცია. ამავე დროს დავძენ, რომ არა მხოლოდ ფრანგულენოვან დეპარტამენტებზე, არამედ ინგლისურენოვან დეპარტამენტებზეც შეირჩევა ახალგაზრდები, უბრალოდ რა თქმა უნდა პრიორიტეტი მიენიჭება ფრანგულენოვან განათლებას. მე წეგანას ვქვი, რომ ყოველთვის ძალიან დიდი გულისყურით ელოდებიან ხოლმე თქვენს მიერ გამოცხადებულ პროგრამებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს ადამიანს, რომ გავიდეს, იმიტომ რომ ხშირად არის ფინანსების, როდესაც ფინანსები არ აქვს ადამიანს, ფიქრობს, რომ ვერც მოახერხებს, რომ თუნდაც წავიდეს და საქმე ისწავლოს. და ხშირად ვჯდებით ხოლმე რაღაც ჩარჩოებში, იმიტომ რომ არ გვაქვს ამის საშუალება. ზოგადად იცით, სახელმწიფოს მიერ ამხელა თანხა გაღებული ახალგაზრდების განათლებისათვის ძალიან მოსაწონი არის. ამიტომ არის, რომ დღესდღეობით ფრანგულ ინსტიტუტთან დავიწყეთ მუშაობა, თუმცა გერმანიის მხარე და ამერიკის შეერთებული შტატები ასევე არიან ძალიან დაინტერესებულები ჩვენთან თანამშრომლობით, რამდენადაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სტუდენტი ასევე წარმოადგენს ინტერესს იმ საერთაშორისო სააგენტოებისთვის, რომლებიც ასევე განათლებაში, ქვეყნის განათლებაში დებენ თავიანთ ფულს. 11 იანვარს დაიწყო როგორც ბრძანება და ალბათ უკვე გამოჩნდებოდნენ მსურველები და ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრი იქნება, არა 17 და 20 გაცილებით მეტი მსურველი. საინტერესოა რა უნდა გააკეთოს დაინტერესებულმა იმისათვის, რომ მოხვდეს ამ პროგრამაში და ვის შეუძლია რომ მოხვდეს. ბუნებრივია უნდა ქონდეს ალბათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, რომ გააგრძელოს მაგისტრატურაში ხო შემდგა. მოგახსენებთ, მას უკვე უნდა ქონდეს ბაკალავრის დიპლომი მიღებული, ან უნდა იღებდეს ბაკალავრის დიპლომს წელს. რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც ნებისმიერ აკადემიურ დაწესებულებას, ჩვენი მოთხოვნაც ასეთივე არის, უნდა ქონდეს წარმატებული GPA, საშუალო ნიშანი 3.0, ან მას უნდა აღემატებოდეს, უნდა ქონდეს სარეკომენდაციო წერილები, უნდა ქონდეს სამოტივაციო წერილი, სადაც აპლიკანტს ექნება საშუალება, რომ წარმოაჩინოს თავი და მოგვიყვეს თუ რატომ უნდა იყოს ის შერჩეული კონკურსში და არა ნებისმიერი სხვა. მას უნდა ქონდეს როგორც მოგახსენეთ, მიღებული უკვე ნიშნების ფურცელი კონკურსის დასრულების შემდგომ და წარმოადგინოს ნიშნების ფურცელი იმ შემთხვევაში თუ შეირჩევა და ასევე უნდა ქონდეს წარმოდგენილი სამუშაო გამოცდილება. ეს არ არის მოთხოვნა, თუმცა კარგია თუ აქვს სამუშაო გამოცდილება. რადგან თქვით, რომ ფრანგულ და ინგლისურ ენებზე შეიძლება, ამ შემთხვევაში აქცენტი ალბათ გაკეთდება ორივე ენაზე, ხო? ანუ თქვათ, ინგლისური და არის ფრანგული შეუძლია რომ უპირატესობა მიენიჭება ფრანგულენოვან დეპარტამენტებს, თუმცა ინგლისურიც იქნება გამხილული. რაც შეეხება ფრანგულ მხარის მოთხოვნას, B2 დოკუმენტურად, ან თუნდაც გამოცდილება იმ ქვეყანაში სწავლის ერთწლიანიან მუშაობისა იქნება საკმარისი. და უნდა გქონდეს ჩაბარებული, ხო, კავდონინო? ამ შემთხვევაში არა, იმიტომ გამომდინარე ეს არის საინტერესოდ აწყობილი პროგრამა, დაფინანსებულ სტუდენტთა პროგრამას ეძახიან ესეთი ტიპის პროგრამას. თუ თქვათ ჩვენს ჩვეულ პროგრამაში ჩვენ ვითხოვთ უკვე ჩარიცხვის წერილს, ამ შემთხვევაში არ ვითხოვთ გამომდინარე იქნება საფრანგეთში ჩარიცხვა უფრო გვიან ხდება, ვიდრე ვთქვათ ჩვენ გავცემთ უკვე პასუხს აპლიკანტებს. ამ შემთხვევაში აპლიკანტები შეირჩევიან თავიანთი სამოტივაციო წერილის იმ მიმართულების მიხედვით, რომელიც აქვთ შერჩეული იმ უნივერსიტეტების დასახელების მიხედვით, ანუ არ ექნებათ ჯერ მიღებული ჩარიცხვის წერილი იქიდან, თუმცა უკვე უნდა გამოკვეთონ რომელ უნივერსიტეტში უნდათ სწავლა. ამაში ფრანგული ინსტიტუტი ეხმარება რჩევით და კვალიფიციური, ასე ვთქვათ, მითითებით, თუ სად შეიძლება რომ სწავლა, სად შეიძლება რომ სამაგისტრო ხარისხი
ხარისხის პროგრამა აიღონ. რაც შეეხება თუ როდის და როგორ მოხდება ამ სტუდენტების უკვე ჩარიცხვის წერილის მიღება, მას შემდეგ რაც ჩვენ გავცემთ პასუხს მარტის ბოლოს, მათ შეუძლიათ უკვე აი ესეთი მიღებული თეორიული გრანტით უკვე შეიტანონ საბუთები ფრანგულ ინსტიტუციებში, იქიდან მიიღონ პასუხი, მას შემდეგ რაც მიიღებენ პასუხს, ეს გრანტი მათ გაუნაღდებათ, ესე ვთქვათ. დიახ, თავად უმაღლეს სასწავლებლებზეც გითხავთ ქავდანია საფრანგეთში, რამდენი სასწავლებელია ჩართული ამ კუთხით? ღია არის არჩევანი, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებისა. შესაბამისად, ჩვენთვის რატომ უფრო საინტერესო იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტები გამომდინარე იქიდან, სტუდენტისთვისაც პრაქტიკულად გადასახადი უკვე დასამატებელი არაფერი არ იქნება. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორ ინსტიტუციას Campus France, რომელიც საფრანგეთში სამხრეთ ხელმოწერაში ჩვენთან მიიღო მონაწილეობა საფრანგეთის მხრიდან Campus France დაეხმარება სტუდენტებს არა მხოლოდ შერჩეულ უნივერსიტეტებში უკვე გარკვეული კურიკულუმის შერჩევაში, დაეხმარება მათ სოციალური პაკეტის მიღებაში, დაეხმარება თუნდაც ბილეთის, სამოგზაურო ბილეთის და სამოძრაო ბილეთის მიღებაში. ნებისმიერი ის ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, რომელიც Campus France-ის გვერდზე არის, ჩვენთვის მისაღები. ალბათ ლიმიტი ხო იქნება კაპიტანი, რამდენ ადამიანს მიიღებს? თქვათ, ვერ მოხვდა იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში და არის საფრთხე მექანიზმი, ამიტომ არის მექანიზმი, სადაც თქვათ, არა მარტო ერთ, არამედ რამდენიმე უნივერსიტეტში აკეთებ განაცხადს. ზოგადად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 ადამიანამდე მაინც იქნება, 20 ინდივიდუუმამდე მაინც იქნება, ვისაც წელს მიიღებს ფრანგული მხარე. განაცხადი ახსენეთ და მე როგორც მაქვს ინფორმაცია, შეუძლია ადამიანს 11 თებერვალამდე როგორც ბრძანეთ, რომ შეცვალოს ხო ეტაპობრივად კავტონია. ხო, გააკეთოს განაცხადი და მე რაღაც კოლექტივები შეიტანოს. კი ბატონო, ჩვენი სისტემა ემბარკის სისტემით მუშაობს, ანუ ეს არის 11 ამ შემთხვევაში 11 იანვრიდან 11 თებერვლამდე. სააპლიკაციო ფორმატი არის ღია ინდივიდუუმისთვის, მას შეუძლია თავის სააპლიკაციო ფორმატში შეცვალოს, წაშალოს, დაამატოს, განაახლოს თავისი სააპლიკაციო ფორმა, თუმცა 11-ში მას შემდეგ რაც ჩაიკეტება სისტემა, მას შემდეგ აღარაფერი აღარ შეიცვლება და იმ სტატუს კვოთი, რომელიც ექნება იმ ეტაპისთვის აპლიკანტს, განიხილება მისი აპლიკაცია. და რა შემთხვევაში არ შეიძლება რომ განიხილოთ, თქვათ რაღაც თუ დააკვდა რაღაც საბუთი. რა თქმა უნდა, თუ არ არის პროფორმით წარმოდგენილი საბუთები, თუ არ არის სრულად წარმოდგენილი. იქ ყოველ ბიჭ გაწერილია, როგორც ვიცით, აპლიკაციის კუთხით და იქვე უწერს, რომ თქვათ უნდა შეივსოს ფორმა. რა თქმა უნდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ თქვათ სარეკომენდაციო წერილის მაგივრად აიტვირთა CV, ჩვენ ამ შემთხვევაში სისტემა ვერ ცნობს ამას, სისტემა არ კითხულობს დოკუმენტებს, ატვირთულ დოკუმენტებს და შესაბამისად ამას უკვე ჩვენი ადმინისტრაცია აკეთებს. ნაკლული საბუთების შემთხვევაში, არასრული ან არასწორად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში პირველი ეტაპი ვერ გადაილახება. და როგორც ვთქვათ, საცხოვრებელი კუთხითაც ეხმარება ახალგაზრდებს და ეს არის ძალიან საინტერესო სისტემა. ჩვენ გვაქვს კონტრაქტი გაფორმებული, ანუ ხელშეკრულება ჩვენი არის განათლების საერთაშორისო ცენტრის, საფრანგეთის Campus France-ისა და საელჩოს მიერ ხელმოწერილი. ყველას აქვს თავისი როლი და თავისი, ვთქვათ, მოვალეობა ამ კონტრაქტში. ყველაზე დიდი მათ შორის არის განათლების საერთაშორისო ცენტრის, Campus France არის ფრანგული სახელმწიფო სააგენტო, რომელიც შერჩეულ უნივერსიტეტებში ეხმარება უკვე სოციალური პაკეტის მიღებაში, სტიპენდიის გადარიცხვას ფიზიკურად ახორციელებს Campus France. ის მხარე არის ვალდებული იმისთვის, რომ ადმინისტრაციული პროცედურები იყოს დაცული უკვე საფრანგეთში სწავლის განმავლობაში. ფრანგული, ვთქვათ, პოლიტიკური ნების წარმომადგენელი ამ შემთხვევაში იყო საელჩო, ჩვენ კი ადმინისტრაციას ვთავაზობთ, ასევე თანხასთან ერთად ვთავაზობთ ადმინისტრაციას პროცედურების, ვთქვათ, გავლას, შერჩევის პროცედურების გავლას საფრანგეთის საელჩოსთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა კაპიტანინო მობრძანებისთვის. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი იყო განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე. საუბრობდით განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამაზე, რომელიც საფრანგეთში ახალ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის სტიპენდიას აცხადებს. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, ჩვენ კი ვაგრძელებთ შუადღეს გადაცემის მეორე ნაწილი გვერდის წინ. ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ მეორე ნაწილშიც. შემოგვერდება სტუმარი, რომელიც ძალიან კარგ ტრენინგის შესახებ შეგვატყობინებს ინფორმაციას. ცოტა ხანში უბრუნდებით.